ასე. შამათი. ისევ მომიგე, კარგი თამაში გწოდნია. სალამი ყველას. მე ამოვედი სოფელ ღებში, ჩემ მეგობარ ლაშასთან ერთად. დღეს გიამბობთ იგავარაკს, ლომი და თაგვი. აბა მოემზადეთ. ერთხელ ლომს თავის ბუნაგში ეძინა. პატარა თაგვი აძვრა და შემდეგ თავზე დაახტა. ლომს გაეღვიძა და თაგვის საქციელის გამო საშინლად გაბრაზდა. როგორ ბედავ ნადირთა მეფის გაღვიძებას, დაუღრიალა მან თაგვს. ყველა ვინც მე მაწუხებს სიკვდილს იმსახურებს. ახლა შემიძლია შეგჭამო და მოგკლა. თხოვთ, არ მომკლათ თქვენო ბრწყინვალებავ. სუმაც არ მსურდა გამეღვიძებინეთ, ჩემ დაუნებურად მომევიდა. გთხოვთ, გამიშვათ და გპირდებით, რომ მუდამ თქვენი ერთგული მეგობარი ვიქნები. ვინ იცის და იქნებ ერთხელ რაიმეშიც კი გამოგადგეთ. ლომს თაგვის ბოლო სიტყვებზე გაეცინა. რა სულელური აზრია, მაგრამ გაგიმართლა, რომ გამაცინე და კარგ ხასიათზე მოვედი. წადი, გიშვებ. თათი გააქმნია ლომმა თანხმობის ნიშნად და თაგვიც სწრაფად გაეცალა იქაურობას. მას შემდეგ რამოდენიმე თვე გავიდა. ერთ ჩვეულებრივ დღეს ლომი ტყეში მისეილა. ლომი უცებ მონადირეთა მახეში გაება. თავისუფლების მოყვარული ლომი თავგანწირვით იბრძოდა, მაგრამ რაც უფრო ცდილობდა, მით უფრო მეტად იხლართებოდა ხაფანგის თოკებში და უმატებდა ღრიას. თელს ტყეს აყრუებდა განწირული ლომის ხმა და ყველა ცხოველს ესმოდა პატარა თაგვის ჩათვლით. ჩემი მეგობარი ლომი საფრთხეშია, გაიფიქრა თაგვმა და სასწრაფოდ იმ ადგილისაკენ გაეშურა, საიდანაც ხმა მოდიოდა. დამშვიდით თქვენო ბრწყინვალებავ. სულ რამოდენიმე წუთში გაგანთავისუფლებთ. უთხრა მან ლომს, როდესაც ხაფანგთან მივიდა და თავისი პატარა კბილებით ფოკის გადაჭრა დაიწყო. მართლაც და ძალიან ცოტა ხანში ლომმა ხაფანგის თოკებისაგან თავი დაიხსნა. მართლა არ მჯეროდა, რომ რაიმეს გაკეთება შეგეძლო ჩემთვის. უთხრა მადლიერმა ლომმა თაგვს. თუმცა შენ დღეს ჩემი სიცოცხლე იხსენი და ახლა უბრალოდ არც კი ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება. არაფერია, მე ვალდებული ვიხავი და ახმარებოდი მეგობარს. უპასუხა თაგვმა ლომს. ეს იგავარაკი გვასწავლის, რომ არ უნდა დავამციროთ სხვები. ვაკეთოთ სიკეთე და დავეხმაროთ ყველას. ხომ ასეა, ლაშა? ზუსტად მასია.